მოგესალმები დადგა სამშაბათი საღამოს 9:09 მე გახლავთ გიორგი დარასელი მინდა აუცილებლად მოვიკითხო უცხოეთში მყოფი ქართველი პატიმრები მინდა მოვიკითხო და ყველა ის ადამიანი ვინც გაჭირვებაზე შინა არის ზოგი სნეული არის ზოგი სამავთყოფოში არის ზოგი პრობლემით არის ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება ამ გადაცემას და ბედნიერებას და სიხარულს გისურვებთ ვისაც რაღაცა იმედი აქედან რაღაც თითოეული სიტყვა გეშველებათ ხო ყველას მინდა რომ სიხარული და სიკეთე არ მოგაკლოთ უფალმა და იმ მოძღვრის ლოცვა-კურთხევით დაგლოცეთ მამა გურა მოთხოზორია ყავს დღეს დიდ მადლობას მოგახსენეთ მამო მობრძანებისათვის ძალიან გვიხარია რომ თქვენ ბრძანდებით ჩვენ სტუმარი ამდენი ხნის შემდეგ და მამო თუ შეიძლება თემაც ისეთი ავიღეთ თქვენ ხერხებოდ ბევრ ადამიანებთან ურთიერთობთ რაღაცა და აი როგორც ოჯახური ურთიერთობა ასევე მთელი საქართველოს და მთელი სამყარო ალბათ ერთი დიდი ოჯახი არის ღვთისათვის და უფლისათვის და აი როგორ უნდა შევხედოთ ამ ადამიანებს იმიტომ როგორ უნდა ავიტანოთ ეს ადამიანები და რა უნდა ვქნათ იმისათვის რომ ვიყოთ მათთანაც მართლები ჩვენ თავთანაც და ღვთის წინაშეც რომ იმიტომ რომ ატანა და დათმენა და აი ეს აი ოჯახური სიტუაცია ხო ცოტა ძნელი არის იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ოჯახში სხვანაირია გარეთ სხვანაირია შემდეგ და ძალიან უკვირთ ხოლმე და თან რაღაცნაირად ჭირს ეს მდგომარეობა იმიტომ რომ ყველასთან ვერ იქნები ისეთი როგორიც უნდა იყო და როგორი უნდა იყოს ადამიანი მოგესალმებით ჩემო გიორგი მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო მიხარია რომ კვლავ ერთად ვართ მე რამდენჯერმე მომეწია თქვენს ეთერში მოსვლა და მქონდა ძალიან გულახდილი საუბარი და შენთან განსაკუთრებით გიორგი ყოველთვის აი ძალიან თავისუფლად გრძნობ თავს და სწორედ ესეც უნდა იყოს ურთიერთობები სადაც მით უმეტეს ასეთ თემაზე ვლაპარაკობთ ადამიანური ურთიერთობების არის დიდი ფუფუნება და სამწუხარო ის არის შენ სიტუაციაში ის დავიჭირო რომ ანუ ეს უკვე როცა სატანი არის ერთმანეთი და ვინ არჩუნებთ ურთიერთობას სატანის დონეზე ეს ჩვენთვის უკვე თითქმის ტრაგედიის ტოლია და ეს კიდევ ერთხელ მეანიშნებს გულდასაწყვეტ ფაქტზე რომ ბოლო ჟამისში ვცხოვრობთ მართლაც და სიყვარული განელებულია სიყვარული რომელიც არის თვითონ არეგულირებს ურთიერთობას ძალდატანების გარეშე ნორმების გარეშე და სადაც მცირდება სიყვარული იქ ჭირდება ატანა კანონები მითითებები განკარგულებები რაღაც წესები ეტიკეტები და ყველაფერი რომელიც აუცილებელია მაგრამ როგორც იტყვია რომ სიყვარულში არის უკვე კანონის აღსრულება და რჩულის აღსრულება და ალბათ ამიტომ აქ ისევ კამდე ბრუნდებით თუ რა კარგავთ და ორიენტერი საიდან უნდა კონდეს და როგორ ჩავაღწიოთ იმ სიყვარულს ერთინი არის ერთი რილკე მე-20 საუკუნის ცნობილი ფილოსოფოსი მაგას ასეთ სიტყვები ცოტა ისეთი გულის ტკივილით ამბობს რომ დიდი სიტყვები გარდასულ დღეთა როს ხდომილება ხილვადი იყო ჩვენთვის არ არის გამარჯვებაზე ვინ ლაპარაკობს გაძლება უკვე ყველაფერია აი ასე რომ ფაქტიურად ჩვენ გაძლების რეჟიმში ვართ რომ როგორმე გადავრჩეთ და როგორმე გასაძლები გახდეს ყოფა თუმცა ეს სულაც არ არის ნორმა და ადამიანი მოწოდებულია ქრისტეში მით უმეტეს უფრო დიდი და მაღალი ურთიერთობებისთვის დიახ ძალიან დიდი მადლობა და მამო ხშირად ხდება ხოლმე აი თუნდაც ოჯახში ან დიდ ოჯახში ხა შეიძლება არ კონდეს ვიღაცის ოჯახი და მარტო ხელა იყოს შეიძლება მრევლში შეიძლება სამსახურში და რაღაცა ის ფართო მასშტაბებზე გადის შეიძლება ნუ სადღაც ნებისმიერ ადგილას ხო ვიღაცას ატანა დათმენა უწევს ვიღაცას უფროსად შეიძლება დაუყენო ესეთი ადამიანი ვინც არ არის იმის ღირსი რომ სიტყვაზე ესეთი ადამიანი ყავდეს და მოქცევა არის მასთან ან ასე შემდეგ იგივე სიტყვაზე შვილი ყავდეს ვიღაცას ისეთი რომელიც სიტყვაზე ასატანი ყავს ან მშობელი ყავდეს ვიღაცას და აი ამ შემთხვევაში მამო ეს რატო დაუშვა უფალმა მათ თავზე და როგორ უნდა გადაიტანონ ეს ღირსეულად ეს ჩვენთვის მართლმადიდებლებისთვის პირდაპირ მოწოდებაც კია არათუ რაღაც ესეთი სავალდებულო არამედ პირიქით სიცოცხლის ესე იგი აუცილებელი მოტივიც და ყოველდღიურობაში სწორედ ასე უნდა ვიხსენო. თუმცა გეთახმები გიორგი რომ ეს ალაპარაკო ადვილია, მაგრამ აი ჩვენ მოძღვრებს განსაკუთრებით ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე მუდმივად გვიხდება სწორედ ასეთ რეჟიმში ურთიერთობა, სადაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით სწორედ ასეთ ადამიანებს, რომლებსაც აი სწორედ ესეთ მოდი ვთქვა დაძაბულ და სწორედ არასტაბილურ, არაჩვეულებრივ მდგომარეობაში უხდება თავის გამოვლენა
დამკვიდრება და ურთიერთობა. მაგალითად საფორბილები ავიღოთ, იქ ფაქტობრივად ოჯახები ახლა საკანში სადაც ცხოვრობს რამდენიმე პატიმარი. 4-დან დაწყებული 8, 12 და 15 და ასე შემდეგ, ხო? მუდმივად ერთ გიხდება ურთიერთობა დროის გარკვეულ მანძილზე შეიძლება თვეები, წლები. ასევე რაღაც ურთიერთობები არის, იქნება სავამტყოფოებში, დაწესებულებებში, რაღაცა ორგანიზაციებში, მრევლი ანუ ეს უხილავად ეს მუდმივად ჩვენ ვიკეთებს გამოწვევას თუ რა პრინციპით, რა კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელობთ. საკუთარი იქ ძალიან ძნელია ადამიანის სუსტი არსება მოგეხსენება დაცებული ბუნებაც არის, ღვთის ხატიც არის, მაგრამ ახლა ღვთის ხატი რო ვარ ჩვენ ესე ვთქვათ დეიურე რო იტყვიან ეს არ გვიშველის, ეს რეალიზირებული რამდენად გვაქვს ჩვენ ფაქტობრივ რეალობაში, აი მაშინ გაიოლდება ურთიერთობა როცა ამაღლებული ხარ და ესეთი განწყობით რომ შენ ღმერთში ხარ უკვე და მთელი სამყარო შენია ქრისტეში, მაგრამ ეს დიდი ფუფუნებაა დღევანდელ დღეს ესეთი წმენის ადამიანები. ამიტომ ჩვეულებრივად არის ყოფით ურთიერთობა ეგება ემოციების დონეზე, მენტალურ დონეზე, ფსიქიკურ დონეზე და ძალიან ძნელი ასე დროს მით უმეტეს იმ ადამიანის ატანა მართლა და გაძლება და პლუს კიდე რომ ღირსეულად და ქრისტიანული შენი წამსით ბოლომდე ცხოვრება, ვისთანაც დღედაღამე განგება ბრჭყალებში თუ გინ პირდაპირ გავიგეთ მოგვისაჯა, ანუ და რაღაც ჩვენთვის ასე განაჩინა დაგაკავშირა ხო ცხოვრება. დიახ და მეორე მხრივ ხა გაჩია როგორ შევხედავთ გიორგი, ისე ვიქამდე მივდივართ, ანუ ვინ ამარ ჩვენ ისევ ეს კონსტიტუციური მდგომარეობა, ვინ იყურება შენგან, შენ ხარ ერთჯერადი არსება ბიოსოციალურ, კულტურული, გარკვეული დროში, სივრცეში, გარკვეული კონსტიტუციური წყობით, შენი გენეტიკით, სოციალური სტატუსით, შენი რაღაცა ტრადიციით ასე უყურებ მეორეს ასამოთ თუ როგორც ქრისტეში, რომელიც ამაღლებული ხარ ყოველგვარ წარმავაზე. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ქრისტე ჩვენ არ შეგვირებია იმას რომ ცხოვრება მოწესრიგებული იქნებოდა. როგორც არ მიწყინა არავით და არჩევნების წინ ყოველი არჩევანი ეს მაჟორიტარიდან დაწყებული ყველა პირდება თავის ამორჩევას ოღონდ ხმა მომეცით და მე ბედნიერ საქართველოში გაცხოვრებ. ეს ჩვეულებრივი მდგომა ყველა ასე ამბობს. მას ხო არის ასე არ ამბობს რომ მე თუ გამომყევი თქვენ თავი არ აჭკივდებათ, პირიქით ამბობ ჭირიც გექნება და ყველაფერი, მაგრამ რაზე აქ მაცხოვარს გათვლილი, რას გვაძლევს? აი არის საოცრება. ის კი არ ითხოვს ჩვენგან მანიცეს რომ თიხავარ ჩვენ და დაცემული მოდგომა. ის გვაძლევს ჩვენ, რომლითაც დავძლებთ ყველა ჭირს. აი გახსოვთ ერთი მომენტი პეტრე მოციქულს და მოციქულებს როცა ემშვიდობება ბოლო ეს გეცემანის ბაღის პირობებში სანამ ეს განსაცდელი დადგება უშუალოდ სიმონ სატანამ ითხოვა რომ გაგცხრილოთ თქვენ როგორც ხორბალი, მაგრამ მე ვილოცე რომ თქვენი წმენა არ შესუსტეს. მას ხო არ უთქვამს მე ვილოცე რომ სატანა თქვენთან ახლოს არ მოვიდეს. ამისი მოწაფეებია, მამა უსმენ. არა, მას უნდა ჩვენ მებრძოლი ხასიათი გამოვავლინოთ, ჩვენ გვაძლევთ წმენას და ძალას, რომლითაც დავძლებთ ჭირს. ამიტომ თუ ჩვენ სიყვარული წმენით მიუდგებით, ჩვენი ოჯახის წევრიდან დაწყებული, ვინც კოლექტივის წევრია თუ ციხეში, საკანში ყველგან, პრინციპით ჩემი ჯვარცმული სიყვარული თუ მიუდგებიან, ჩემი თავის უარყოფით, ჩემს ამბიციას, ჩემს ეგოს უკან გავწევ და ქრისტეს მივცევ გასახანს უფრო ამაღლებულს, ესე იგი სულიერი ზერით შევხედავ, ეს ადვილდება მაშინ ურთიერთობები. ჩვენ სხვა გამოსავალი არ აქვს. დიახ, იცით რატომ ამო დღეს სიტუაცია ისე არის დაძაბული ამ მხრივ, რომ ადრე ადამიანები შეიძლება ვიღაცას ვერ იტანდნენ და გაურბოდნენ. იყო ფართო მასშტაბი, ვიღაცა შეიძლება ვერ იტანდი შენი მამიდაშვილის მეზობლის ვიღაცას და ვერ ნახავდი იმას 100 წელი, მაგრამ დღეს უკვე ისე შევიწროვდა, ეს ნუ სიბოროტეა ფაქტიურად ეს ხედვა ხო, რომ უკვე ოჯახის წევრები ერთმანეთს ვერ იტანენ, მამა. ანუ რო ვერ გაიქცევ ისეთ ვიღაცას ვერ იტან. ისეთი ვიღაცა ვერ გიტანს, რო ვერ გაგექცევ, აი ცოლი, დედამთილი, სიძე და ასე შემდეგ, ხო? აი ეს მომენტი, მამაო, რატო არის თუ აი თან ხედვაც თუ არა აქვს ისეთიო სიტყვაზე, აი მაგალითად ძალი ვერ იტანს დედამთილს, ვერასოც, ვერც ერთი. ეს არის სამაგეროს გადახდის პრინციპია. ხო, როგორც გამონაკლისები. დიახ, აი სუყოვითს ესე მიყვება ხოლმე და ამ დროს ის ვინც ყველაზე ძალიან უყვარს თითქოს იმან გაუზარდა ვისაც ვერ იტანს. აი ეს ჩემამდე არ დადის ხოლმე. ან სიძე სიტყვაზე რაღაცა სიძეს ეს კონკრეტული რაღაცა
შეხედულებიდან გამომდინარე, ანუ რაღაც მომენტები არის ესეთი და არ შეიძლება რომ ერთმანეთი ამან მაინც დაათმენოს, ამან აატანოს, აი თქვენ რას ურჩევთ ამ ადამიანებს, მამა? ისევ და ისევ იქამდე ვიდივარ, ჩემო გიორგი, რომ ადამიანი მოქმედებს უმრავლეს შემთხვევაში ურთიერთობებში ვამბობ, ყოველდღიურ ადამიანურ ურთიერთობაში რით მოქმედებს ადამიანი? ადამიანი მოქმედებს იმ ინერციით, იმ ბუნებით, დაცემული ბუნებიდან, იმ სტატუსიდან, რომელშიც ის იმყოფება, იმ თავისი მოცემულობებით, რომელიც არ არის სრულყოფილი კი არა, ნება არის გამრუდებული უკვე. პავლე მოციქული ამბობს, რომ სიკეთის კეთება მინდა, მსურს, მაგრამ ძალა არ მაქვს გავაკეთო. ჩვენ მუდმივად ვაწყდებით ამას, ახლა აღსარებაზე რომ მოდის მრევლი პატიმრები, ყველა ჩივის ამას. ეს არის მათემატიკური ფორმულასავით უზუსტესად მოქმედებს ყველა სიტუაციაში, ყველა მიცის, რომ რასაც აკეთებს, თუმცა მეორეს ტკივილს აყენებს, არავის არ უნდა ეს მიაყენოს ეს ტკივილი. მაგრამ მას არ გამოზის ყველაირად, ანუ რესურსები არ ყოფნის, ჭიდილში მოდის, წინამდებობაში მოდის, მაგრამ ამ შემთხვევაში როგორც ავამტყოფი, როდესაც ხედავს რომ მისი ორგანოები არ ფუნქციონირებს ჯანმრთელად, ნორმალურად, ხომ? ის ხომ მიდის ექიმთან, რა, ან წამლებს ხმარობს, თუ ამას არ გააკეთებს, მაშინ მას რაღაც საკუთარი თავი არ უყვარს. არის საშუალება, არის მეთოდი, მოძღვრება, გამოცდილება, ეკლესია და ქრისტე სწორედ ამას გვასწავლის, ქრისტე არ არის ესეთი, დავუშვათ, მარტო რომ ზოგსერ ფსიქოლოგი ჭირდება. გარკვეული შემთხვევის ეს არის ყოველდღიური ცხოვრების წესი, მიდგომა ცხოვრების მიმართ, რომელიც შენს ამბიციას, ეგოს წევს უკან, შენს ამბიციას და ეგოს და წინ მოდის სიყვარული, როდის მეორე ადამიანი მიიღო შენ ისეთი როგორც ის არის. მთელი პრობლემა მაშინ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი მოდელი. ჩვენ მე ვფიქრობ, აი დავუშვათ რძალი ითხოვს დედამთილისგან რომ ის იყოს ისეთი დედამთილი, როგორიც შეეფერება ნამდვილ დედამთილს. არ ფიქრობთ თვითონ იყოს ისეთი რძალი, როგორც დედამთილი ითხოვს. იმ თვალი. ჯერ შენი თავიდან დაიწყე, ჯერ იყავ ისეთი შვილი, როგორც მშობლებს უნდა, იყავ ისეთი დავუშვათ მაზლი, ანუ მოკლედ ისეთი ქმარი, როგორც შენ ცოლს უნდა და მე შენი ცოლი გახდება ისეთი. აი მიცემ, აი სწორედ ეს არის თავგანწირვა. ქრისტე რას აკეთებს? სწორედ ქრისტე უარს ამბობს თავის უპირატესობამ მეორეზე ადამიანის წინა, არ უსვამს ხაზს. მაგრამ ამაშია საქმე, სწორედ როცა ადამიანი წმენა არ აქვს შინაგანი, მაშინ მას უჭირს თავის დაწევა. რას ამბობს, იცით? აი ხშირ შემთხვევაში შენც გაგიგია, როგორ მე რო დაუთმო, მაშინ თავზე გადამივლიან, დამჩაგრავენ. აქ ლაპარაკი არ არის შიში დათმობაზე. აქ არის გაცნობიერებულ და სიყვარული დათმობაზე არის ლაპარაკი. როცა სიყვარული კეთდება, მეორე ადამიანის სულს უყურებს, შენ არ გაინტერესებს მეორე ადამიანის წინაშე რომ გამარჯვებული გამოხვიდა, აი ნახე მე ესე დავუმტკიცე. მაშინ შენ იმაში აძლიერებ წინამორბედის მომენტს. აი ჰემინგუეის აქვს რომ ადამიანის განადგურება შეიძლება, მაგრამ ადამიანს ვერ დაამარცხებ. ეს ფიზიკის კანონიც არის. უკუამოგვდები კანონი, რაც უფრო აწვევი დგუშის სიბძლავრის რაღაცას სისტემას, მით უფრო ამომგდები ძალა მეტია. ასე რომ ადამიანს ასე შეიძლება იმ მომენტში შეაშინო, დავუშვათ ცოლია და მოერია ქმარი, ძალით, მუქარით, რაღაცით და ის სუსტი არსება. კი ბატონო, მაგრამ შინაგანს რას უშვებ? მაშინ ზამბარა შენ სიძულვილისკენ მიყავს ნელ-ნელა აბოროტებ თანდათან და ის შეიძლება რაღაც მომენტში უკან მიგბრუნდება უფრო ბოროტად. ასევე შვილი პატარა ბავშვი მიტუქსო, უყვირო, მოერევი, კი, მაგრამ მის პიროვნებას ანადგურებ, რომელიც შემდეგ უკან ისევ ზარალად მოგიბრუნდება. ამიტომ აი ეს ისევ გაცნობი, ისევ შენი თავიდან გამომდინარე უნდა იმოქმედო დათმობით და სიყვარულით, ვიდრე ემოციით, მაგრამ აქ ისევ იმავდღეს მივადექით. ემოციის გამო ჩვენ არ გვინდა იმ ჭყალებში მუშაობა. ანუ მუშაობა არის როგორ გითხრა, სათუნოება, ესეთი როგორც აი კეთილი ნაყოფი და კულტურული მცენარე, ეს ისე არ არის, არ მოდის ისე უშრობლა სათუნოებას, როგორც რაღაც ბოსტანს კულტურულ მცენარეზე, უნდა გახარება, უნდა ჭირნახული უნდა იყოს, ეს ისე არ მოდის. და ადამიანს უჭერს ეს, არ უნდა თავის თავზე. აი დავუშვათ ახლა რო ვთქვა, აი კაი მამაპაპურად რო გაბრაზდე, კაი დიდი ხნის მარხვა გჭირდება და რაღაცა 8 წელი და ახსარება და ზიარება, ის თვითონ ბრაზდები ბუნებრივად, ხო? ბუნებრივად გშურს, ბუნებრივად გძულს, ბუნებრივად ყვირ. ეს ბუნება, ეს დაცემული ბუნება და
აი ადამიანმა რომ შეძლოს ამაზე ამაღლება უნდა იმუშაო ყველაფერი ჩვენ მუშაობით გვეძლება ნახეთ მინდორიას არ მოაქვს პომიდორი და კიტრი თავისი დიჭირ ნახო შენ უნდა მოიყვანო თევზი თვითონ არ არის ტაფაზე შენ უნდა იღვაწო ადამიანის არ არის გიორგი დასრულებული ბიბლია 60 სიტყვებს წერს რომ ადამიანი ღმერთმა ჩაიფიქრა რომ შეექმნა ხატა და მსგავსათვისა მაგრამ წერია რომ შექმნა ხატათვისა მსგავსად არა მსგავსება ჩემი პასუხია უკვე ანუ ადამიანი არა იძულებით კეთილად ღმერთმა არ შექმნა მას დაუტოვა საპასუხო აი ამით არის საოცარი ქმნილება და აი ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენი თავის შემქმნელი ჩვენა ვართ რეალობას ჩვენ ვქნით ჩვენი დამოკიდებული და ამიტომ ინერციული ცხოვრებიდან უნდა გააუმაღდეთ თანდათან გაცნობიერებულ წმენითა და სიყვარულით გაჯერებულ ურთიერთობაზე ეს პირველი ისე ჩვენთვის იქნება მომგებიანი როდესაც ჩვენს გარშემო ადამიანებს სიმშვიდეს მივანიჭებთ ის სიმშვიდე აქეთ არ დაგვებრუნდება ანუ რაღაცით ყვირილი და დაშინებით შეიძლება ვიღაცები გააჩუმო მაგრამ როდემდე შეძებ ენერგია რამდენი ენერგია გჭირდება და რა გინდა როცა სხვანაირადაც შეიძლება ხო დიახ ძალიან დიდი მადლობა თუმცა მათ არის ყოველას გონია რაღაცა ძალით იცით რატომ ამო რაღაცა ვიღაცას თავის ცხოვრება აქვს აწყობილი და უცბად ვიღაცა შედის და აქ უნდა დაიმკვიდროს თავისი ადგილი რაღაცა რომელიც ადამიანებს შეიძლება 40 წელი 50 წელი ესე მოდიან ერთად ახლა ცოტა ძნელი არის რომ უცხო სხვა იმაში ოჯახში გაზრდილი შვილი შედის და რაღაცა სხვა სიტუაციას მოერგოს ხო ცოტა ძნელია და რაღაცა დათმობები კიდე არავის ყველას გონია რომ რქებით მიაწვება და ღვთის ძალით მორევა არავის არ უნდა მამო ანუ ღმერთით რომ მოერიო შენი სიწყნარით სიმშვიდე და ასე შემდეგ და კარგი რა აქვს ისიც მამო რა შეიძლება კარგი ამოიღო აქედან რომ ამ ყველაფერს და ამ გაჭირვებს ახლა თქვენს აღსარებებში გაქვთ მოსმენილი ღმერთამდე მიყავს ადამიანი ანუ მამო ღმერთმა ეს დაუშვა ადამიანზე ეს გასაჭირი რომ სიტყვაზე სხვანაირად ის ადამიანი ღმერთამდე ვერ მოდის იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი ადამიანი მეც ვიცი რომ ეკლესიაში მოდიან ხოლმე რა გჭირს და აი შვილს დიდი რძალი შემოვიდა ან შვილი გავათხოვი სიძე შემოვიდა ან რაღაცა დედამთილია ცუდი ან რაღაცა სიტყვაზე ხა მარტო ახალგაზრდები კი არ ხანდახან ასაკოვანი ხალხიც აზედმეტებენ ხოლმე და აი ეს მომენტი მამაო თუ შეიძლება რა აი ხო რაღაცა სიკეთე კეთდება ხო თითქოს არაფერი მაგრამ მიყავ ხა ლოცვამდე ღმერთამდე ამ ყველაფერს და ანუ ეხა რა კარგი შეიძლება ამოიღო სწორედ ეს არის ღვთიური სიბრძნის სასიამოვნო პარადოქსი მე ვიტყოდი რომ ის რაც ჩვენ ძალიან დიდ ბოროტებად გვეჩვენება და ვხედავთ ღმერთი ამას საბოლოო ჯამში ისევ ადამიანის სიკეთე და შემოაბრუნებს ხოლმე ეს არის რაღაცაირად ცხოვრების კანონი მან იცოდა ჩვენ ვინ ვიყავით ვინ შევქმნა მან გათვალა ის თუ ადამიანი რა ბოროტებას მოიწევდა თავის თავზე და სხვებისთვისაც ამიტომ ამ ბოროტებას ისევ სასიკეთო ნაყოფად შემოაქცევს აი სწორად აღნიშნე როდესაც ესეთი ტკივილი დავუშვათ ოჯახში გაუგებრო ვიღაცას ვერ იტანს თვითონ ის დაძაბული მდგომარეობა რომელიც შხამავს ურთიერთობებს ის ვიც კონფლიქტია მეორეს და თვითონაც იტანჯება და თვითონ ეს ტანჯვა გაუსაზრისი მდგომარეობა მშვიდობის დაკარგვა უკვე აიძულებთ რომ რაღაცა ეკლესიაში მოვიდეთ ახლა ამ დღეებში რამდენიმე ოჯახი მოვიდა ჩემთან ერთად რომელიც საერთოდ არ უულია მთელი ოჯახი ნუ ახლა ქმარ ცოტა უჭირს მაგრამ ის ქმარიც ამბობს რომ მე რაღაცა მიჭირ და მოვალო რა ვიდი პრობლემები შეექმნათ ერთმანეთს ძალიან დაეჯახნენ იქ ბავშვებთან შეექმნათ პრობლემები იქ კიდე ოჯახში და უკვე ეს გაჭირვებით ანუ განგება ის აკეთებს რომ გაჭირვების მეშვეობითაც მოიყვას ანუ ყველაფერი მისი ხელია ყველაფერი მისგან არის განსაცდელების მიზანი სწორედ ეს არის ადამიანი მოიყვანს ახლა ესეთი გამოთქმარი ღმერთის სიყვარულში გვეჩურჩულება სინდისში გვამხელს და განსაცდელებით რაღაცა თავში გვერთხავს ანუ უფრო ანუ ის სამივე სიყვარული არ გაჩნია როგორ ადამიანს თუ უჭირს თვითონ რაღაცნაირად მოსვლა ღმერთთან და წმენამდე მაშინ განსაცდელები სწორედ მას ასწავლიან ამას ცოტა მწარედ ოღონდ ასე საბოლოო ჯამში და მეორე მხრივ ადამიანი თვითონაც იცდება დავუშვათ როცა ის უვლის ავამტყობს ან უნდა აიტანოს ის ხელმძღვანელი მუშაკი თუ ოჯახში ძალიან პირიქით ძალმა დედამთილი ან შვილმა და ასე შემდეგ ეს უკვე აუტანელი მდგომარეობა ადამიანს აიძულებს რომ ეძებოს ძალა და შემწეობა იმისგან ვისაც შეუძლია მას რომ ეს სიტუაცია ამ სიტუაციის დაეხმაროს თვითონ ხედავს რომ მას ძალა არ აქვს და სწორედ მაშინ როდესაც ადამიანი ამოწურავს თავის რესურსს
რომ მას არ შეუძლია რეალობის შეცვლა. აი მაშინ იწყება ნამდვილი ლოცვა და მაშინ მოდის ცოცხალი რწმენა. ხანდახან განგება მეცაც გეტყვი სპეციალურად მიყავს ადამიანი ამ მდგომარეობამდე. რომ ის აი პავლე მოციქული საწერტელი მომეცაო სატანის ანგელოზმაო რომ დამქეჯნოსო. სამჯერ ვევედრო უფალსო რომ მომაშორო და უფალმა მითხრაო რომ საკმარისია ჩემზე ჩემი ძალა ვიდა ჩემი ძალა უძლურებაში ვლინდებაო. ანუ როცა ადამიანი ფიზიკურად გზნობს რომ ის ვერ ფლობს სიტუაციას მას არ შეუძლია მოითმინოს არ შეუძლია რაღაც აპატიოს არ შეუძლია მშვიდობა იყოს იტანჯება კონფლიქტი ყველას ტანჯავს ყველას გვინდა მშვიდობა და სიხარული მაშინ ის იძულებულია ეძებოს თავის თავზე ამაღლებული ძალა და მივიდეს მას და მოდის ამ შემთხვევაში ან ეკლესიაში ან იწყებს ლოცვას ან რაღაცას რომ ასე რომ ისევ და ისევ ეკამდე მივდივარ დიახ ძალიან დიდი მადლობა მამაო და რა არის ისეთ ადამიანებს ერთმანეთზე არ უნდათ რომ აი არ უნდათ ერთს არ უნდა რომ მეორეს მისცეს შანსი სიტყვაზე და არ ჯერათ ხოლმე რომ აუ ეს მაინც არ გამოსწორდება მოდი ხა ეს აზრი არა აქვს ამას მაინც ის და ამ დროს ღმერთი გვაძლევს შანსს და თან აი წეღან თიხისგან ხა მიწისგან შექმნილი ადამიანი მიწისაგან თუ რამე შექმნა ღმერთმა და ადამიანი გახდა ხო როგორ არ შეიძლება რომ ადამიანი გამოსწორდეს და უფრო კარგი გახდეს ხო აი მამაო თუ შეიძლება რას ურჩევთ იმ ადამიანებს იმიტომ რომ დღეს ჩვენთან ასაკთან დაკავშირებით პატივისცემა რო გამქრალია მაგაზე ორი აზრი აღარ არის და უკვე მაგას არ აქვს მაგრამ შუაში ვინც დგება ის ადამიანი იტანჯება ხოლმე და თითქოს აი თავისი ქმედებით ის არ უყვართ არც შვილი უყვართ არც შვილიშვილი არც ის იმიტომ რომ იქ იჭყილდება კიდე ისეთი ვიღაცა ვისაც ეუბნები რომ შენ მიყვარხარ მე ამას მივხედავ და შენ მიყვარხარ შენ იყავ ესე მაგრამ ამ დროს იმისიანს რომ ესე იქცევი მე ანუ ადამიანები არა მარტო ოჯახში მამაო გარშემოც აი სამსახური იქნება ეს შეიძლება მრევლშიც იყოს მამაო მაგას არ დამალო და შეიძლება მღვდლებშიც იყოს ესეთ სიტუაცია ერთმანეთი ძურდეთ ერთმანეთი ეზიზღებოდეთ და ასე შემდეგ ანუ დასანახად ვერ იტანდნენ რა ერთმანეთს აი ეს მომენტი მამაო როგორ უნდა გაიხარწყლონ იმიტომ რომ მაინც იჩაგრება ის ვინც სუსტი არის და ამ ქვეყნად სამწუხაროდ მამაო ვინც აი რაღაცა ღვთისკენ არის მიმართული სუყოეთის დაჩაგრული დადის იმიტომ რომ ეკლიანია ღვთისგზა ხო მაინც ამ ქვეყნად ის სიყვარული რაღაცნაირად აი რაღაცნაირად არ ფასდება რა იმიტომ რომ ის ადამიანები ვერ აფასებენ რა დიახ თუ შეიძლება ისეთ სიყვარული ჯულის აღსრულება არის ვინაიდან ცდებები ალიპარო არ მოკლა არ გშურდეს და ასე შემდეგ ერთ სიტყვაში გამოიხატება გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავში და ისე ვიქამდე მივადეკით რომ ჯერს მართლაც რაღაცა აი ბოლო ჟამი რა სიყვარულის გაცივება და რაც ადამიანურ ურთიერთობას ინახავდა ისიც მოშლილია და სიყვარულიც არ არის და ამიტომ ძალიან ისეთი საბედისწერო ჟამია მაგრამ სამყაროში მე არ ვაპარაკობ საქართველოში მარტო შიშველ კანონებს დაუშვათ გარე და ქაღალდზე დაწერილი კანონებს და გარე და ურთიერთობების დალაგება არ შეუძლიათ ადრე როგორ იყო გასულთ ალბათ ჩემ ბავშვობაში და საერთოდ ინახავდა ურთიერთობებს დაუწერელი კანონი ტრადიცია ის ტრადიცია ავტომატურად მუშაობდა ის გადაეცემოდა მამიდან შვილზე და ზედმეტი სიტყვა საჭირო არ იყო. მან იცოდა რომ სტუმარი რომ უნდა ფეხზე ადგეს. დაუშვათ უფროს ადგილი და დაუთმოს. დაუშვათ სადაც მამა ლაპარაკობს უფროსი, უმცროსი ეს ავტომატურად რეგულირდებოდა და როგორც აი ფრინველებში, ცხოველებშიც კი არის კანონი არის, ის კანონი მოქმედებს რომ 1000 სობით ფუტკარი ერთ პატარა ფიჭაში არც ერთი ერთმანეთს არ ეჯახება და ყველა მიცის თავის საქმე. ახლა წარმოიდგინე ის კანონი რომ მოუშალო იმათ რა მოხდება და ადამიანურ ურთიერთობასაც ანუ ქრისტიანობა იმდენად იყო ჩვენში გაჟღენთილი სისხლსა და ხორცში რომ ის უკვე მექანიკურ ურთიერთობამდე იყო და ავტომატურად ქრისტეს ჯულის სწავლებას არ ჭირდებოდა. უკვე ეს იყო ყოველდღიურ ურთიერთობაში მუშაობდა ეს კანონი, სიყვარულის კანონი. რომ მუდმივ ესე სიყვარულის კანონი რა არის რომ არ მოექცეს სხვას ისე როგორც შენ არ გინდა რომ გინდა რომ ანუ მოექცეს სხვას ყველას დედას მამას ისე როგორც გინდა რომ მოგექცეს ეს კანონი მე მახსოვს ჩვენს ბავშვობაშიც ასე იყო ეს არ შეიძლება ის შეიძლება ასე არ სტუმარს ასე დედმამას ასე მოექცი უფროს ძმას ასე ეს რეგულირდებოდა ურთიერთობა სამწუხარო დღეს უკვე 21 საუკუნეში როცა ეს ურბანიზაციამ ტექნიკურმა პროცესმა თუნდაც აი ეს კომპიუტერიზაციამ ადამიანურ ურთიერთობები უკვე ინდივიდუალური გახადა ხა ისიც არის ანეკდოტი კი არა ნამდვილია რომ სადილზეც კი იმებით ნოუთბუქებით თუ რაღაცებით
ერთ ოჯახში იმით წერენ ერთმანეთს სადილის დრო არის და იკრიბებენ მე ყველა თავის კომპიუტერთან არის და წერენ თურმე ერთმანეთს რომ არ ვისადილო კი არ ელაპარაკებიან ახლა ეს სასაცილოა სატირალი რო არ იყოსო და ანუ უკვე ეს ტრადიციები მოიშალა რა იჭერს მაშინ ურთიერთობებს უკვე ფაქტობრივად რაღაც ადამიანი რაღაც მექანიკურ დანამატად იქცევა სიყვარული უკვე საჭიროც არ არის იმიტომ რომ მოთხოვნილება არ არის ამაზე ყველა რაღაც ადამიანმა გაიგივა თავის თავი რაღაც იმასთან მექანიკასთან ჭამასმა რაღაცა პატარა გართობა იქ წასვლა მოსვლა და დამთავრდა და ადამიანურ ურთიერთობას სიტკბო და ისე მე დარწმუნებული ვარ რომ მაცხოვრის ის მცდება რომ გიყვარდეთ ერთმანეთი ვითარცა მე შეგიყვარდეთ ეს იმპერატივი რომელიც გამოვიდა ეს მუშაობს ის აუცილებლად აი როგორც მიძინებული შემდეგ წამოვა იმ ძილიდან და გაიღვიძებს რამდენი ხანი ძინებია ზღაპრებში რო არის აი დარწმუნებული ვარ რომ აი ამ უსულგულობის წიაღიდან უსიცოცხლობის წიაღიდან ის სიყვარული და აუცილებლად გამოიღვიძებს და ამას გამოიშორებს ყველაფერს და იმეფებს სიყვარული და გემოს სიყვარულში ამას ყველა აღნიშნავს სხვათა შორის ჩემთან ასარებებში ციხეში ყველგან მუშაობს ეს კან უბრალოდ ეს ტონი აი როგორც ჩვენ ეკლესია სწორედ ეს მოგეთხოვება და მრევსი ვიყოთ მართლა ამის მაგალითი ყველა სხვისთვის ეს არის ჩვენი გზა აკეთეთ სხვანაირად თან მამო მეორეც არის ის რომ ის დედა იქნება შვილი იქნება მამა იქნება თუ ნებისმიერი ის რომ თუნდაც თანამშრომელი იქნება ხო ეგოისტურად ადამიანები ვერ უშვებენ და ვერ ელევიან აი ეს რა მომენტია და საიდან დევს აი სიტყვაზე აი შვილი გაათხოვა ხო გაყვა სახლამდე გაყვა იქამდე გაყვა აი ეს მომენტი არის რომ ვერ ელევი რაღაცა ჩემთვის აი დედა ჩემსაც უთქვია ჩემთვის სულ ბავშვი ხარ როგორ არა ბავშვი აღარავა რა გავხდი 400 წლის სიტყვას მაგრამ არა ჩემთვის ხარ სულ ბავშვი და გეგ შეიძლება მოგექცეს ისე რომ გაგიკვირდეს რო შვილი აი სიტყვაზე ან ბიძა ან ბაბუ ან ვიღაცა ნებისმიერი ხო რა ადამიანს მაინც უნდა რაღაცას წარმოადგენზე რაღაცა სადღაც ამას შეიძლება ვიღაცა ეხლა მე არ მაქვს ჩემზე მე უბრალოდ ვამბობ რა რომ ეს მომენტი რომ რაღაცა დიდი იყოს ხო ვიღაცას არა ეხლა სიტყვაზე გათხოვდა ვიღაცას ცოლი ყავს და რაღაცა იქ არ უნდა რომ დედა ჩაიროს რაღაც მაგრამ აქ არის იქ სხვა ქვეყნებში არსად არ არის მარტო საქართველოში არის აი ეს მომენტი რა მეუღლე არ მყავს და არ ეგონო თუ რაღაც ჩემზე ლაპარაკობს ფიქრობენ ალბათ ისე გარკვეული ამ თემაში რომ 5 ცოლი ყავდაო და არ ყავს ჩემი ბავშვიო ქართულად ეთქოს ვერ გაიგებს ბავშვი რამდენი წელი შეიძლება იყოს 5 წლიდან 30 წლამდე 40 წლამდე ბავშვი როცა ეთქვი მშობელიო ჩემი ბავშვიო შვილი კი არა და ის ბავშვი გამოვა იმას 30 წლისაც კი ესე ანუ რაღაცა შეიძლება ხა ორქრივადაც შევხედოთ ამას ესე იგი ანუ სიყვარულის ისე არ არის სიყვარული უჭირს რომ მეორე მას ისეთ დონეზე დაშორდეს რომ თვითყოფადი გახდეს აი ვერ ელევასავით თითქოს ბოლომდე მიყვება გულის აი ოთარანთქვრივი ხო გახსოვთ მიდის გიორგი მიდის და იქით მიდის გული გაუწევია და ჩემკე საერთოდ არ იყურება აქეთო ანუ უჭირდა ოთარანთქვრივი თუმცა ხედავდა რომ მას თავისთავად დაემკვიდრებინა დაახლოებით ესეთი თვისება ჩვენში არის. დიახ, აი სხვა არის მამა ორი სიტყვაზე გაგზარ და რაღაცა აი ჭყალებში ისე ცუდად მომობ სიტყვაზე რაღაცა ინვესტიცია ჩადო რომ შენ გაგზარ და ვეღარ ეშვება, იმიტომ რომ ღმერთმა გაგაჩინა და მიგიშვა შენებაზე და იქ მშობელი იქნება თუ ნებისმიერ შეიძლება მეუღლე იყოს, ხო? ვერ გიშვებს, იმიტომ შენზე იზრუნა, შენზე რაღაცა და ვერ ელევა იმას რომ რაღაცა მაგით არის გამოწეული რომ ჩემი შვილი დოქტორი და გამოვიდეს. ანუ მას გათვლილი აქვს რომ თვითონ რო არ გამოვიდა დოქტორი, აი ჩემი შვილი მაინც აი შეიძლება თქვი ისე კაპიტალი აქვს ჩადებული და მე საკუთრული მიდგომაც არის სწორედ ერთ-ერთი მიზეზი რომ აი თავიანთი გეგმების იქით შვილს არჩევანს არ უტოვებს ფაქტობრივად. მე შვილი იძულებული არის რომ უკვე ეს ურთიერთობები კაცი ფორმით მოიხსნა. როგორ ხდება მაინტერესებს და ეს ალბათ ისე ვიქამდე მივდივართ ხო ეს თავისუფლების მის გვეშინია სავით ალბათ ხო და არ არის ეს ადვილი ამას შობეს შიში აქვს შიში რომ ის თითქოს ჩემი ორბიტიდან თუ გავიდა აი რაც ჩვენ დავსახეთ გქონდა უკვე ის დაიყარგება დაიღუპება და რაღაცნაირად აი ვერ ელევა მის ამ თავისუფლებას და ის კიდე შეიძლება ცოტა ფლადასეც ხო არ შეიძლება რომ შენ თუ ერთი ხელის მოსვით უარს ამბობ და მე ასე მინდა და ის 1000 წლოვანი დაგროვილი ტრადიცია დაგროვილი ზნეობრივი მორალ რომელიც შენ უნდა გაყვეს როგორც ესე რომ ვთქვათ როგორც ერთგვარი
რუსთაველს აგარდი მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგა დაეკიდაო. ანუ ვარგი ტვირთი, ანუ სასარგებლო ტვირთი ის რაც დაგროვილია საუკუნეების მანძილზე. როცა ერდებაშად უარ სიტყვის ახალი თაობა არ მინდა არაფრის გაგონება, მე ვიცი ჩემი გზა. აი ეს მე ვიცი და ნოლიდან ახალი ველოსიპედის გამოგონება, ყველა ღირებულების, ყველა ფასეულობის, ყველა კრიტერიუმის იქით ხელახლა იწყებს სამყაროში დგომს უკვე ეს უკვე თავისუფლება არ არის, ეს უკვე ანარქია და ქაოსი იწყება ამ შემთხვევაში. ეს სულაც არ ნიშნავს თავისუფლების შეზღუდვას, როდესაც მე ცხოვრებას ვუდგები იმ გამოცდილებით, რომელიც დაგროვდა. მე ვამბობ პოზიტიურ გამოცდილებას, რაც თუნდაც ჩვენმა ქრისტიანულმა კულტურამ დააგროვდა. ოჯახი და როცა მე ვიღებ ამას, ისევ და ისევ ვამბობ, ეს არის ძალიან ძვირფასი საგანძური. ამიტომ ახალგაზრდებაც უნდა იცოდნენ ეს, რომ გაანალიზონ, აი, სად არის თვითნებობა და ყველაფრის უარყოფით გამოწვეული ის ტკივილი, რასაც აყენებენ მშობლებს და სად არის ის, რომ რა ავიღო იქიდან მე რომელიც მე წამადგება ჩემი თავისუფლების გზად. მშობლებაც უნდა იცოდნენ, რა მიაწოდონ, რა მიისცენ, რისი ერთგულებისკენ მოუწოდოთ და დაუშვათ ისიც უნდა დაიტიონ, რომ შვილები რაღაცაზე ამაღდნენ, რომელიც ჩემთვის დაუშვათ მშობელთა თაობისთვის უფრო ფასეული იყო. ეს ტრაგედია სულაც არ არის. ანუ არის ორმაგი ყოველთვის რომ მოდი, ერთი არის ის ღირებულებები უცვეთი, სამყაროსეული და მუდმივი, ყველგან არის, მეორე არის დროული და რაღაც გარკვეულ დრომდე მოქმედი. აი აქ არის პრობლემა, ვერ ვარჩევთ ერთმანეთს. რომელია ეს ტრადიცია, რომელიც მაცოცხლებელია, რომელიც უნდა შეინარჩუნო პირიქით და გამასკრა შვილებზე გადავითეს და რომელია ის, რომელმაც თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა. აი თუ კი ამის გარჩევის უნარი არ გვექნება ეს მშობლებსაც ეხება და შვილებსაც, აი მაშინ იქნება უკვე ის კონფლიქტი. ამ შემთხვევაში დათმობაც საუცილებელია, სადაც საჭიროა. და შვილებსაც დაუშვათ, სადაც უკვე ხედავენ, რომ ეს უკვე არ შეესაბამება დროის მოთხოვნას, იქ უნდა გაბედოს და გადააბიო, როგორც ბარათაშვილს გადამატარე ბედის სამზღვარი. და ესეთი გაბედულება გამოიჩინოს, სადაც საჭიროა. მაგრამ მორჩილება იქ, სადაც საჭიროა და აუცილებელია, რომ იმ მორჩილებით ჩვენ შევიარაღდეთ სწორედ იმ გამოცდილებით, რომელიც ოჯახმა აქამდე მოიტანა. თუნდაც ეკლესიამ და საერთოდ ქართულმა გერმა და სიმა. მოკლედ არ არის ადვილი ჩვენს ეპოქაში ესე ცხოვრება. კიდევ ვამბობ, უფრო ადვილი იყო როცა ტრადიციები მართავდა და ინერციით შესულიყავ ტრადიცია. დღეს უკვე თითქმის სეკულარიზაცია, უკვე რელიგია არ არის ესეთი ავტორიტეტი როგორც ადრე. ამიტომ ადამიანი უკვე გამოწვევას უკეთებს სამყარო ადამიანი გამოდის სამყარო წინაშე და მან უნდა პასუხისმგებლობა აიღოს თავის წინაშე. იმიტომ რომ ის სხვებისთვისაც ერთ ადამიანს აქვს პასუხისმგებლობა. რით ვიხემძღვანელო? რა არის ის მარადიული ღირებები, რომელთაც მე სამყაროს უნდა მივემართო? და ისევ მოვდივართ ქრისტემდე და ჯვრის საიდუმლოზე. ეს არის ჯვარცმული სიყვარული, როცა მე ჩემს უპირატესობას ეგოს ვაკრავ ჯვარზე და ადამიანებს უყურებ ღმერთის თვალებით, როგორც სულს მარადისობის დასამკვიდრებლად მოსულ და არა როგორც რაღაცა ერთჯერად არსებებს, რომელიც რაღაცა გამარჯვებისთვის და ვიღაცაზე წარმატებისთვის არის მოცული ამ ქვეყანად ვიღაცამ რაღაცას გაიმარჯვოს ისე. ძალიან დიდი მადლობა მამა ის ლამაზ საუბრისას და რატო წამოჭერი იცით კიდე ეს თემა რომ აი ახალგაზრდობა და თუნდაც აი ვისთანაც მაქვს ხოლმე საუბარი უცხოეთში რომ წავლენ მამა აი ეს უცხოეთში მაინც შედარებით ცივი ხალხი ცხოვრობს უღმერთო ხალხი ცხოვრობს რაღაც ისეთები და იქ თითქოს პოულობენ თავისუფლებას იქ პოულობენ იმას რაც მათ არ ვიცი ეთყობა ეზარებათ უფროსებს რომ დაემორჩილონ უფროს რომ რაღაცა ყურად იღონ მათი სიტყვა და იქ ამბობენ იქ ბიჭო არავინ არ გაწუხებს თუნდაც იქ რომ ცოლს მოიყვან იქ იმის დედა ცალკე ცხოვრობს თუ გინდა სტუმრად მისვლა იმასთან იმას უნდა დაურეკოთ ეს მოსწოთ მამაო დღეს ესე გაცივდნენ და აი ეს ანუ ზედმეტი შეწუხება არ უყვართ თუ რა არ ვიცი თავის გემოზე უყვართ ყოფნა და ძალიან მოსწონდა რჩებიან ხოლმე მე უცხოეთში ამის და გამო მამაო რომ აქ უკვე შეწუხდნენ ის ბიზაშვილი აწუხებს იქ მამიდაშვილი იქ დედა იქ რაღაცა და იმაში აი ამ შემთხვევაში მამაო რა უნდა ქნან იმიტომ რომ ხო ტყუდებიან ეს ადამიანები იმიტომ რომ იქ ხო ის სითბო არ ექნება და რა თქმა თუ იქნები ისეთ ლოდათ ეგდები და მაინც არ შეწუხდები. სამწუხარო ფაქტია, მართლა სამწუხარო. ხო გაგიგიათ მამაო ის რომ უცხოეთში იმით რომ მოდის ბიძა, მოდის ძმა, მოდის შვილი და იქ უნდა სამწუხარო მართლა წუხდება, მაგრამ წუხდება სწორედ იმის გამო რომ ადამიანის ურთიერთობების ის ფორმა სილამაზე, რასაც სიყვარული ქვია, რა თქმა უნდა, ტკბობა ქვია ურთიერთობებით. უბრალოდ შენთან ურთიერთობა ჩემთვის მოგება, ვიდრე
ვიდრე ის რომ მე შენთან რაღაცა სხვა ბიზნესური ურთიერთობა გქონდეს რა. ისევ და ისევ ეპოქის ტრაგედიაა ეს, რომ ადამიანი მარტო უნდა, სხვა მისთვის ტვირთია, სხვა მისთვის შემაწუხებელია. ეს უკვე ტრაგედიაა მართლა, რომ ადამიანს მეორე ადამიანი აწუხებს უკვე. ის მართალია, იმით რომ მართლა აწუხებს, მაგრამ ეს უკვე დეგრადირებაა. აბა გიყვარდეს პირიქით რაც უფრო ადრე გასულ 3-4 თაობა ცხოვრობდა ჩემ დროს მე მახსოვს სოფელში ბებია დიდი პაპა დიდი ბებია მე ბებია ბაბუა დედამა 7-8 შვილი ეგ ჩვენ 6 შვილი ვიყავით პატარა სახლი გქონდა მე მახსოვს ვინ წუხდებოდა თუ კაცი საერთოდ ფიქრიც კი არ იყო იმაზე რომ ვინმე შეწუხდებოდა ურთიერთობა იყო ტკბილი ურთიერთობა იყო სიყვარულით რაღაცა სიფშვიდით იმიტომ მე ერთ პურსაც გავტეხავდით არავინ არავის არ ეჯახებოდა დღეს როდესაც აი ყველაფერი არის ტექნიკურად და რაღაცა უზარმაზარ სივრცეში ორ ადამიანს ვერ უცხოვრია ერთად ლამის ცოლი და ქმარიც კი ამიტომ ეს უკვე უფრო დაცემის ნიშანია ვიდრე ნორმა და ღმერთთან უკრასურეს ნორმად იქცეს და ერთი მოგზაური ჩემი ახლობელი ადამიანი სოფლიო მოქალაქის პასპორტის მფლობელი 122 ქვეყანა მოიარა ჩვენ ქონდა საუბარი ძალიან ისეთი პიროვნება ახლა ის ლექციებსაც ატარებს შეიძლება თქვენც იცნობდეთ მე ყოველთვის მქონდა პრობლემა როცა საქართველოში ვიყავით და მეგობრები საქართველოს ყველაზე ლამაზი ქვეყანა კარგი ქვეყანა პროტესტი მქონდა ეს ჩვენ ვამბობთ იმიტომ არა ასე თუ მართლა ასეა და ამან დამაწყები და მოგზაურობა 122 ქვეყანა შემოიარა და მე ახლა როგორ დედამიწის მოქალაქე არა როგორც ქართველი პირდაპირ ვაცხადებ რომ საქართველოსთან კულტურით სიძველით ლანდშაფტებით ერთეულებია თელ სოფლიოში ისეთი ქვეყანა გვაქვს უბრალოდ ერთადერთი რომ შევირგოთ და მადლიერი ვიყოთ ამ ქვეყნით და დავრჩეთ აქ და რაღაცნაირად მოვაწყოთ წყობა აი ამაში გვაქვს პრობლემა მეტი არაფერი ხო და ამიტომ ბევრი სიკეთები გვაქვს ქართველებს ჩვენ მოგეთ აკაკწერეთის დავამთავროთ მე რო საუნჯეს ვეძებდი გარეთ გაჭრილი ეული თურმე შინვე ყოფილა კერი ძილშივე ჩაფულულია ასე რომ ბევრი საგანძური გვაქვს ჩვენ და მოიხმაროთ ეს და ურთიერთობების დატკბება და გალამაზდება დარწმუნებული ვარ სხვათა შორის მამო ეგრეა ადამიანი შიგნით ვერ აფასებს და თუნდაც ეგ რო გადავიტანოთ ეგ პრობლემა ეხა შიგნით აი შიდა იმათ პრობლემად აი ადამიანები ვინც მაგალითად სახში არ ვარგია გარეთ არიან გადასარევები ხშირად მე არ ვიცი ხა როგორ არის ხოლმე რაღაც საოცარი მიგნება ეს მე არ ვიცი იმიტომ რომ სახში უმეტესი ადამიანი ვინც გარეთ არის ძალიან კარგი და სულ ჩემი მეგობრები ძალიან ბევრზე გამიგია რომ დედა ეუნება რაღაცა სახში შენ სახშიო ჩვენ არ გვარგიხარო და სხვა ყველასო ადგები და რაღაცაო აი ეს მამაო რა მცნება საიდან არის ადამიანში იმიტომ რომ ყველა ეგრე არის ან ენერგია არ ყოფნის მამაო და სიტყვაზე სახში იცის რომ აიტანენ და სახში შეუძლია ცუდი იყოს და სხვაგან ყველგან კარგია თუ როგორ ხდება იმიტომ რომ მე მართლა ეგრე აი ვიცი რომ კარგად რო იქცევა გარეთ ადამიანი ვიცი რომ სახში არის უბედური ხო აუტანელი და მე დაიხშირად ყოფილვარ ხოლმე რაღაც სტუმრა და რომ მithქვია ხოლმე ჩაცი აუ თქვენ იცით რა შვილი ყავს მომithქვია და ეცირევად ხოლმე რომ აუ ეს შენ არიც აქ სახში როგორია რა დიახ ხო სხვათა შორის და ეჩემიც მეუნება ხოლმე ხშირად შენ ეგენი არ გიცნობენო გარეთ რო გაკებინო და აი ეს მომენტი მამაო რა მცნებაა საერთოდ აი საიდან ხო არის ეს თქვენ პრაქტიკაში ხო ეგრეა ხო მამაო აი რა ვიცი აი კი საერთოდ ადამიანს ჩვევია რომ საუკეთესო სახი წარდგეს საზოგადოებაზე ყოველთვის ის თავის საუკეთესოთი გადის ახლა შინ ახლა გარეთ როცა გავდივართ ლამაზთან საცვეს ვიცო ყველა საუკეთესო მოვდივარ შეგვიძლია ჩვეულები მოკლედ მაგრამ მე ძირფასო მეგობრები მერწმუნეთ რომ არაფრად არ ღირს მართლა აი ღმერთადაც რო გთვლიდნენ თუ ეს ჩემი ოჯახის ტკივილის და ჩემი ახლობლების ცოლ-შვილის ტკივილის ხარჯზე ვახერხებ რომ ანგელოზიც კი ვიყო გარეთ მე მგონი ცოტა დასაფიქრებელია და აქ არჩევანი არც არის რომ პირველი სასარგებლო და გავაკეთოთ არჩევანი რომ შეიძლება დავიწყოთ ჩვენთვის იყო ჩვენიანები ჩვენი შვილებისთვის მეუღლისთვის ახლობლებისთვის სიმშვიდის და ბედნიერების წყარო და მომტანი და მე აქედან და სხვებისთვისაც ამას არ ამგონია რომ გამართლება გქონდეს თუმცა იქ ცოტა ფსიქოლოგიური ფაქტორი არის აი რა ფაქტორია ვართ მაინც ადამიანს ერდება კონფლიქტებს არ უნდა ხა სამსახურში ოდნავ კონფლიქტი შეიძლება სუდაკარგოს სამსახური ხო და მას მუდმივად უხდება თავისი შინაგანი აგრესიის
გამოხატვის ჩახშობა და სადღაც ეს გამოდინება ხდება ამ ჩახშობილ ენერგიის და ეს არის უახლოესი ადამიანი ამ შემთხვევაში ან ცოლი ან ქმარი ან შვილი სამწუხაროდ მაგრამ აქ ისევ სიყვარულის კანონით რაღაცები და ავიტანოთ ერთმანეთს ყველა ადამიანი ჩვენ რაღაცები სიყვარულს შეუძლია მიიღოს გადაამუშავოს და ყველაფერზე არ შეიძლება აქ უნდა გაუგო ადამიანს ამ შემთხვევაში აი ეგ არის სიყვარული როცა თავის სიყვარული თავისას არ ეძებს მაგრამ თუ სუსტი ხარ შეიძლება კიდეც დაზიანდეს ადამიანი ამ შემთხვევაში მაგრამ აი ისევ ამიტომ ისევ მივდივართ ისევ ვეძებო ჩვენ სული წიაში ძალები ისევ ამბობ ადამიანი არ არის დასრულებული ქმნილება ანუ ის ადამიანი ის არის რომელიც უნდა მუდმივად განვითარდეს ამაღლდეს საკუთარ თავს მუდმივად შექმნას საკუთარი თავი როგორც ღვთიური ხატი და რაც უფრო ჩვენ აქისკენ ვიქით მით უფრო შევძლებთ ყველა წინამდებობა არა თუ ავიტანოთ ან ავიტანოთ ერთმანეთიან ადამიანები არამედ პირიქით სიყვარული თავით გავწირდოთ ჩვენ ვიყოთ ყველაზე ისეთი ურჩხულებრივი ადამიანის მომაქცევარიც კი აი ეს არის ქრისტეს სასწაული ძლევა ის საკვირველი როცა მე შევძლებ წყენაზე წყენით არ უპასუხო ბოღმაზე ბოღმით სიზულზე სიზულით მე მართლა სიყვარული და არაში მაშინ უკვე ეს არის ერთადერთი ძალა რომლითაც მე შემიძლია ვძლიო მეორე ადამიანში ბოროტს და ის რაღაცნაირად მოვიყვანო უпроსორად დავამაღლო სიყვარულამდე ისიც აი ეს არის რაც ქრისტემაც ჩვენ გვაჩვენა თავისი ჯვარცმული სიყვარული დიახ მამაო და თუ შეიძლება აი ეხლა რაღაცა ისეთ კითხვას დავსვავ და ისე ვიტყვი რომ ძალიან ბევრი უყურებს ხოლმე და ხშირად წერენ ხოლმე რომ ძალიან ადვილად ხდება ხოლმე ამის საუბარი მაგრამ აი გაკეთების ხრივ აბა ეხლა ფიქრობს ეხლა აი მაგალითად მე გიყურებთ რომ ესაც ყავს ცუდი ძალიან რაღაცა და ან ცუდი შვილი და ეს კი მამაო კი მაგრამ აბა თქვენ ყავდეთ ესეთი ის როგორ აიტანთ ხო ანუ აი ამ მომენტში მამაო როგორ უნდა იმას გან იმიტომ რომ ძალიან ძნელია თუ მდგომარეობაში არის ადამიანი და გაუსაძლის პირობებში არის დღეს ისედაც მატერიალურად ვერ არის კარგად კიდე ვიღაცაზე მიყნობილი ისიც იმას ამადლის და ასე შემდეგ და ძალიან ცუდი სიტუაცია თითქმის ყველა ოჯახში აი ამ შემთხვევაში მამაო როგორ უნდა იმას გან იმიტომ რაღაცა იმდენი სულიერებაც არ ყოფნით თო სიტყვაზე ეს დათმო და მართლა ისე რა ქვია მარტო ილოცონ და ამ ლოცვით მოვიდეთ ეხა მაგ ეგეთ სულიერები ხა ღვიმელები ვერ ვიქნებით რომ რაღაცა ჩიტემა ყვებონ ხო აი ეს მომენტი მამაო როგორ უნდა გადაიტანოს მამაო იმიტომ ძალიან ბევრი ადამიანი დღეს რახანს თავის სათქმეს ვერ ამბობს ღამე ცრემლებით იძინებს და ცრემლებით იღვიძებს იმიტომ რომ სიტყვაზე შეიძლება თავის შვილი იყოს კარგად და არ უნდა გააგებინოს რომ ის ცუდი ყავს ზოგს თავის ძმა იყოს კარგად და დარო ცუდი ყავს არ გააგებინოს ზოგს რა ვიცი მოძღვარი ყავს კარგი და არ უნდა რომ გააგებინოს აი ეს მომენტი მამო როგორ უნდა იმას ხა იმიტომ რომ რაც უფრო ადამიანი ასაკში შედის ვაკვირდები რომ მით უფრო გულჩვილი ხდება არ ვიცი რატომ მაგრამ სულ ყველაფერი წყინს შეიძლება 15 წლისას რო არ წყინდა ხო დღეს 30 წლისას ისე წყინდეს რომ ცხარე იმის მეათედმა ცხარეცნემლი ადინოს და უფრო გზნობიარე ხდება აი ამ შემთხვევაში მამაო რა უნდა ქნან იმ ადამიანებმა იმიტომ დღეს საქართველოში არის ძირითადად ეს კონფლიქტი რომ ოჯახში შიგნით ყველა ერთმანეთს ვერ იტანს სამწუხარო რეალობა შეიძლება ადამიანი როგორ თქვი რა ესე დიდი წმინდანი ვერ იქნება მაგრამ ისევ ამბობ რომ ადამიანი თავისი ბუნებით არის სიმშვიდის სიხარულის თვის გაჩენილი მისი ბუნებრივი მდგომარეობა საწყისი სული არის თავისი ბუნებით ნეტარი როცა ადამიანი ამ მდგომარეობიდან გამოვარდნილია და არის შფოთში კონფლიქტში უბედურებაში ოჯახში დაუშვათ ხო ეს არაბუნებრივი მდგომარეობა ის არ ეგუება არაფრით მაგრამ აქ ამბიცია უშლის ხელს რომ მაინც ურჩევნი ადამიანს დაარჩეს კონფლიქტში დაარჩეს არეულობაში და უკან არ დაიხიოს რაღაცნაირად ვიდრე ის რომ ამ შემთხვევაში აღიაროს რომ აქ მიმართოს მართლა ამაღლდეს საკუთარ თავზე ამბიციაზე უარი თქვას და მართლა დავარდეს მუხლებზე ეს არის ამას ადამიანს შეიძლება ეს მიაჩნდეს სისუსტე ის არის როცა ენდობი საკუთარ დაცემულ ბუნებას და საკუთარ ეგოს და ამის გამო იტანჯებს შენს და ტანჯვას აყენებს სხვებსაც ამიტომ ესეთ განსაცდელების შედეგია ჩვენი ამბიციისა და დაცემული ბუნების პირდაპირ გველაპარაკებიან იმაზე რომ არ მივენდოთ კონფლიქტის გაჩენი მიზეზად როგორც კი ჩვენ გარეთ ვასახელებთ ვინმეს უკვე ვარღვევთ ყველაფერს მონანიება სწორედ იმასთვისაც მე ვიწყებ ჩემგან თუ არსებობს კონფლიქტი და მე ვარ კონფლიქტის ერთ-ერთი მხარე ეს იქნება ოჯახი და თუ საგა მე ჩართული ვარ ამაში ამიტომ მე ჩემ ხრივ
ის კი არ უნდა ვეცადო სხვები გამოვასწორო, ხა არამედ ჩემი მიდგომა გამოვასწორო. ბერძნულად ორიგინალის ენაზე მონანიება, მოინანიეთ, ხო, პირველი მოწოდება ნათლისმცემლის და მაცხოვრის. ცხოვრება რო შეიცვალოს, გეუბნები მოინანი. სიტყვასიტყვით ისე მეტანოია ნიშნავს ორი სიტყვისგან შედგება და მთლიანად მეტა იქით ნოის გონება. შეცვალეთ თქვენი ხედვის კუთხე, შეცვალეთ თქვენი მიდგომა. ანუ ცხოვრება კი არ შეცვალო, ანუ ადამიანები, მოვლენები, გარემო, მიდგომა შეცვალე. ანუ თუ მე ცხოვრება მეძლება როგორც სატანჯველი, როგორც კონფლიქტი, მე ჩართული ვარ ჩემს გარეშე, ჩემი ნების გარეშე, ცხოვრება არ მიქმნის მე პრობლემას ტოტალურად, თვითნებურად, ქაოსურად. რაც მე მეძლება ცხოვრება, ახლა თუ დაძაბული, ოჯახი მე ჩართული ვარ. თუ მე ჩართული ვარ, ჩემზევეა დამოკიდებული ამის მოგვარება. ამას უკვე სიმდაბლე ჭირდება, იმიტომ ადამიანს უშლის ამპარტავნება ხელს, რომ თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, სულჩევნიერ ძალი დაანაშაულოს, შვილი აი შენ ტოტალიზატორში მუშაობისას წაიღე ყველაფერი აგებო. კი, მაგრამ ეს ხო შედეგია. მაგრამ ეს შვილი შენთან გაიზარდა, სადღაც შენი დაშვებული შეცდომების შედეგიც არის იქ რაღაც პროცენტური ასე დღეშია და შედეგს ნუებდი. კეთილი იქნება ცოტა სხვა უკანაც წამოდი და ან ლოცვა დაიწყე, ან შენდობა თხოვებას იქნებ რამე და აი ეს არ გვინდა და გვინდა უცბად გამსამართლებებელი ვიყოთ და მთლიანად ამის გამო უკვე პრობლემა არ წყდება, არსად არ მიდის, იმიტომ რომ არავინ არ იღებს პრობლემის განკურნების საშუალო გზაზე თავის თავს არ წარმოაჩენს ხოლმე და სხვასკენ. ეს უკვე არასწორი მიმართება და არასწორი მდგომარეობა. და ამიტომ ისევ და ისევ ეს არის და ისევ მონანიების გზა, ეს არის სხვა არაფერი არ გიშვიდეს. და შემდეგ დადგება ყველაფერი თავის. ანუ ურთიერთობები არის ჩვენი დამოკიდებულების ჯამი. ეს გარედან არ მოდის. ცხოვრება ზოგისთვის დედა, ზოგისთვის დედინაცვალი. ხო, ერთი ოჯახია და დედინაცვალია ცხოვრება ამ ოჯახში. კონფლიქტებია. მეორე ოჯახია და დედა. ეს იმიტომ კი არა ცხოვრება მამან თავზე ხელი გადაუსვა და ესენი გაწირა. მიდგომის გამო უდგები არასწორად, შენი არასწორი მიდგომების ჯამია, რომ ის დედინაცვლად აქცია შენ ჩართული ხარ იმაში, თუ ცხოვრება როგორია შესვიმად. შენი ნების გარეშე ღერითმა, ანუ უფალი ხო ამბობს, ღერითმაც კი დათვლილია, ბეღურა არ ჩამოვარდება მამაჩების ნების გარეშე. ასე იგი რა გამოდის? ეს რაც ხდება, ეს დაშვება სწორედ იმიტომ არის, რომ გამოსწორდეს, რომ იმ ტკივილმა, იმ პრობლემამ შენ მიგიყვანოს იქამდე, რომ უფალთან მოაგვაროს საკუთარ თავთან გადაწყვეტ მონანიებით, მიდგომის გასწორებით. შეცვალეთ თქვენი მიდგომის ხედვა. ტანჯვა და პრობლემები არის ის გზავნილი ღმერთისგან და ის სასჯელი, ესე რომ ვთქვათ, რომელთაც მიგახვედრებს, გამოასწორეთ, თორემ ხვალდაზე კიდევ უარესი იქნება. იმიტომ ეს არაბუნებრივი ადამიანისთვის იყოს ტანჯვის მდგომარეობა. და აქედან გაქცევა მე ან ღვინოს დალევა, ან რაღაცა ნარკოტიკი, ან ოჯახის მიტოვება, ეს გამოსავალი არ არის, იმიტომ რომ იქ თუ აქ არაგა გადაწყვეტილი შენ მიდგომა თუ არ შეცვალ ცხოვრების მიმართ, სხვაგან დაგხვდება იგივე სიტუაცია და ეს პრობლემის გაქცევა, პრობლემიდან და არავითარ შემთხვევაში გადაწყვეტა. ამიტომ ჩვენ სხვა ჯვარი არ აგვაქვს. რომელშიც ვიმყოფებით ეს არის ჯვარი და იქ და ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენ ცხოვრებაზე კონფლიქტში პრობლემა თუ არის ვაღიაროთ რომ ეს არ არის გარედან მხოლოდ სხვა წევრების ოჯახის წევრების თუ ვიღაცების ბრალი დაწყებული ოჯახის წევრი და დამთავრებით და ამინდით და ღმერთით მით უმეტეს რომ მე ჩემგან ითხოვს სამყარო რაღაცა შევცვალო რადგან ასე აუტანელი გახდა ეს არის სწორედ ქრისტეს გზავნილი ეს არის ქრისტეს ჯვარი რომ სამყაროს როგორია შესმა შენზეა შეცვალი მიდგომა მოინანიე და სამყაროს შეგირიგდება ჯოჯოხეთი 64-ით გექცევა ეს საიდუმლო არის ძალიან ისეთი რომელიც ითხოვს მართლა სიმდაბლეს და მორჩილებას და შეგვაძლებია სუფალმა რომ ამ გზით წავიდეთ ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ დრო ამოიწურა და თითქმის ძალიან ცოტა დარჩა და მე შემდეგ თუ დავამატებთ კიდე მე მაქვს ხოლმე ესეთი რაღაც პატარა პრაქტიკასავით მაქვს ხოლმე რომ როცა ადამიანს ვერ უგებ ვინმესა რაღაცა უბრალოდ აი რას ვფიქრობ ხოლმე იცი რომ მე ვჭიდაობ აი სიტყვაზე სხვა კლასში განა იმიტომ რომ ამაყი ვარ რაღაცა სიამაყიდან გამომდინარე კი არა შეიძლება ამაყიც ვარ მაგრამ აი საერთოდ ყურე ხო არ შევდივარ მე არ მაქვს ხო არასდროს არ მაქვს სხვა ადამიანთან კონფლიქტი არც ჭუბი არ მქონი არც არაფერი უბრალოდ არის ხოლმე რაღაც თემები დაობე რაღაც საერთოდ არ ვეკარები
თუ იმან მე ვერ დამინახა მან ნინანოს ან მისი ბრალი არის ხო ან მე ვერ დავინახე ის მაგის პრობლემაცაა შეიძლება მეც მეშლება ხო ყველას ეშლება ხო ის მომენტა მე უბრალოდ აი ესე აი ასატანად არის ძალიან ადვილი ხოლმე რომ აი სიტყვაზე არ არის რა ეს ჩემ კლასში და მეთქი მე ამას ეხლა რა პასუხი უნდა გავცი ვიღაცა გამოვარდება საიცით რა არის იქ რაღაცა არ მაქვს და всё უბრალოდ ურთიერთობას წყვეტ და მორჩა და ძალიან შვიდათაც და შენიათ გძნობ თავს და ადვილად გადასატანია უბრალოდ ძალიან ძნელია ხოლმე ხანდახან ოჯახში რო უწევთ ხოლმე ერთმანეთს აი ესეთის ვერ გაურბია ხოლმე რაღაცა არის რაღაცა ტაქტი უნდა შეიმუშაო და უნდა იმას ქა იმიტომ აქ ეხა ჩვენ ისეთი მაგარი მლოცველები არ ვართ რომ იმით მოვერიო ჩვენი ლოცვის ძალი და იმიტომ არის რომ ადამიანიც რაღაცნაირად სულ იჩაგრება მე და ტირილამდე მიდის ამის და გამო და კიდე რას ურჩევდით მამა აი თუ შეიძლება წუთნახევარი არის ანუ ორი ყური იმიტომ მისცა ხო ადამიანს რომ რაღაცა როცა რაღაცა ისეთი არ არის გაატარო ხო თუ პირადი რაღაც სოდო არ არის იმის გარდა დიახ ყოველ შემთხვევაში ესე წერია რომ როდესაც ღვთის სახში ვიდექარი იყავი უფრო მზად მოსმენისთვის ვიდე ლაპარაკისთვის შესმენისთვის ანუ ჩვენ ისევ იქამდე მივდივართ რომ ჩვენ ვართ ადამიანები ღვთისგან შექმნილები და განსხვავებით ცხოველებისგან რომლებიც ინსტინქტებით იმართებიან ხო და ამის გამო არ არის ისე კეთილები ახლა ძროხას არ ვამბობთ რომ კეთილები ის შემოქმედი ის რაც არ უნდა ცემო ძროხა მაინც ძეს მოგიტანს მაგრამ ადამიანი არის კეთილი რატომ იმიტომ მას შეუძლია არ მოგცეს წყალიც კი არ მოგცეს არათუ ზე თუ არ უნდა ამიტომ ადამიანი უკვე არის ღვთისქმნილება რომელიც პასუხისმგებლობას უნდა აიღოს საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩვენ ვთქვათ რომ ცხოვრება თავისთავად რაღაცა და ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები ისინი არიან ჩემზე უფრო ცუდები და უარესები და მე რა უბედური ვარ რომ ასეთ გარემოში მიხდება ცხოვრება. იცოდე რომ ეს ღვთის კანონია ქრისტეს თავარი ცება რომ როგორი ცხოვრებაც გაქვს შენ ჩართული ხარ შენ პასუხისმგებელი ხარ. შენ შეგიძლია ჯოჯოხეთი და სამოთხეთ შეცვალო ურთიერთობა. შენ გაქვს ღვთის სული, შენ გაქვს ამის ღვთის ხატი ხარ და შენ ყავს ღმერთი რომლისგანაც შეგიძლია მიიღო იძალა და მადლი რომ სწორედ აი ამ სიყვარულით უპასუხო ყველა გამოწვევას. დიახ, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან გული მწყდება რომ ჩვენი საუბრის თემა კი არის თვითონ დრო ამოიწურა და უღრეს მადლობას მოგახსენეთ და უბრალოდ ასაკსეცით პატივი, დაითმიეთ, მოითმიეთ, მართლა მაგრამ მოიგებთ, იმიტომ რომ სამაგერო აუცილებლად ძალდედამთ შორის რატო ხდება იცი ეს როგორც ვერ უგებს მე ამას ესდება მე ამას ეხდება და აუცილებლად ყოველთვის ეგრე ხდება ხოლმე რა და იმიტომ მოუთმიეთ ერთმანეთს აიტანეთ და უფრო შეეცით პატივი ხოლო ეს გადაცემები იდება ხოლმე Facebook-ზე საიტი ესეთი ფონდი ერთუბეს რომ აწერია ეს და შეგიძლიათ აკრიფო და იმას აქნათ რა ქვია მოიწონოთ ეს გვერდი და აუცილებლად იქ იდება ყველა გადაცემები ძალიან დიდ მადლობას მადლობა გიორგი შენ და მადლობა ტელემაყურებელს მე გახდით გიორგი დარასელი და ჩემი სტუმარი გახდათ მამა გურა მოთხოზორია კარგად ზანდებოდ სამშაბათს საღამოს 9:00-ისას დაგვრუნდებით